დაგიბრუნდით ისე ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენ ახლა ვაგრძელებთ გრიბოედოვის თეატრზე საუბარს და გრიბოედოვის თეატრის დირექტორი ნიკოლოზ შვინწინსკი და საქართველოს ახალ არტისტი ქალბატონი გურანდა გაბუნია ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა რომ დაბრუნდით ჩვენთან. მე აქეთ გადმოვჯექი რომ ეპიცენტრში ქალბატონი გურანდა მჯდარი იყო. ქალბატონო გურანდა, სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდით გასტროლებიდან მოსკოვში, შემდეგ მანამდე ბრძანდებოდით კიევში ითამაშეთ ალუბლის ბაღი, რომელიც დადგა ანდრო ენუქიძემ და ძალიან საინტერესო კიევში არა, ხერსონში, უკრაინაში. როგორ მიიღო, მოდი პირველი მაინც დირექტორს შევეკითხო. კი, რა თქმა უნდა. როგორ მიიღო მაყურებელმა სპექტაკლი და აქვე გილოცავთ, მე როგორც ვიცი, გრიბოედოვის თეატრი გავიდა პირველ ადგილზე რუსეთს გარე მოღვაწე რუსულენოვან თეატრებს შორის მსოფლიოში, ხო? და მე ულოცავ ბატონ ავთოვარციმაშვილს და გილოცავთ თქვენ. მადლობა. ძალიან გვინდოდათ ამ სპექტაკლის გატანა მოსკოვში და კარტუ ფონდის მოხმარებით შევძელით ეს კარტუ დააფინანსა ეს პროექტი. დარბაზი იმ დღეს იყო გადატენილი, მაგრამ რაოდენობაზე მე არ ვამბობ. მე ვამბობ სახეებზე, რომელიც მოვიდნენ და დაესწრნენ ამ სპექტაკლს. აი, რაც ყოველდღიურად ტელევიზორში ნახულობს, მედიინიელიც რო ამბობენ, მედიინიელიც ყველა რუსეთის კინო და თეატრის გვარსკვლავით თითქმის იდგნენ ერთ ფეხზე გადატენილ დარბაზში. ეგეთი მიღება იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ სპექტაკლში თამაშობდა გურანდა, ესესია. და იმიტომ ეს პუბლიკა ზუსტად დაესწრო, იმიტომ იცნობენ გურანდას მოსკოვში. აი, რაღაცა ძალიან გულიანი დამოკიდებულება აქვს ამ პერსონასთან რუსეთის დედაქალაქში. ჯერ წინა დღეს ჩატარდა მაგისი შემოქმედი საღამო თეატრალურ საზოგადოებაში, ცენტრალურ დომაქტორა ესკინას ცენტრში. ეს ფანტასტიკური მიღება იყო იქ, სადაც შეგროვდა მთელი თეატრალური მოსკოვი და მეორე დღეს ეს პუბლიკა პლუს დაემატა სხვა პუბლიკა ყველა თეატრიდან მოვიდნენ სპექტაკლზე. ბატონო კოლა, აი თქვენ კარგად ყვებით და მიხარია. აი გაიხსენეთ ახლა თქვენ რა სიტყვა თქვით ჩემზე იქ. აი ჩემს საღამოზე. მე არ დამავიცდება რომეო და ჯულიეტა. მე არასდროს არ დამავიცდება თქვენ რეებით ილაპარაკეთ. მე მქონდა ბედნიერება მე ვიცნობდი ბატონ ოთარს და მეგობრობდი. უფრო მეტი მეგობრობდი და მე რომ მახსენდება ოთარი რო იყო ცოცხალი რა დამოკიდებულება კონტა გურანდასთან ოჯახში, თეატრში. მე ვთქვი რომ ხო არსებობს დიდი ისტორია რომელიც აღწერა შექსპირი, რომეო და ჯულიეტა. და მე მგონი მოვა დრო და აღწერილი იქნება გურანდას და ოტარის სიყვარული. მოვა დრო ეს. იმიტომ რომ საოცარი დამოკიდებულება იყო ადამიანების შორის, საოცარი. მე ჩვენ გარდა იმისა რომ ახლობლები ვართ და მეზობლებიც ვართ და მე მახსოვს ყოველ საღამოს როცა არ თამაშობდა ოთარის სპექტაკლში როგორ მიდიოდა მარჯანიშვილის თეატრთან ელოდებოდა რომ გურანდა წამოიყვანა. გურანდა ისე ჩანს უშიშარი თორე სიბნელის ეშინია და სადარბაზოსი და ლიფტის და ოთარი მიაცილებდა ხოლმე. ქალბატონო გურანდა, როგორი განცდა იყო თქვენთვის რომ თქვენ საღამო გაიმართა 60 წელი სასცენო მოღვაწეობის აღინიშნა და აი როგორ შეგხვდათ? ძალიან ბევრი მოვიდნენ ისეთი ხალხი, ვინც ჩემ გვერდით იყო ყოველთვის, იმიტომ რომ ესკინა იყო და ესკინა მართავდა ყველაფერს. გესმის? და მე ძალიან ხშირად თვეში ერთხელ მივფრინავდი, დამირეკავდა მეტყო და აი ეს საღამოა, მინდა რომ შენ იყო. მე გადავფრინდებოდი. ძალიან მიხარია ის ფაქტიც, რომ თქვენ საქართველოშიც იმოგზაურეთ ამ სპექტაკლით, ჭიათურაში ნახა მაყურებელმა, ბათუმში ნახა. და ჭიათურაში ამან რა გააკეთა, იცი? მანეთი არ დაახარჯინა არავის. სულ ბილეთები აჩუქა მთელ აი ხალხს. იმ თეატრში სადაც მოღვაწეობდა დედა თქვენი და იმ სცენაზე და იგი ღმერთმა გაგახაროს, რაც შენ გააკეთე ჭიათურაში, მე არ დამავიცდება რა სპექტაკლი. ძალიან თეატრალური ქალაქია სხვადასხვა. დედა როგორ და რა ზუსტად უკრავდნენ ტაშს იმ ადგილას, სადაც გურანდა იქ იყო მიშა ვაშაძე და გრიგოლ ტყაბლაძე, ორი დიდი არტისტი და დედა ჩემი მათთან თამაშობდა. კი, ნამდვილად. და იქ იცი კიდე რა წერია, მე რომა კარავას თამაშობდი, გახსოვს? აფინეგენოვის შიში. აბა
დედაჩემიც თამაშობდა თურმე, სანამ მე დავიბადებოდი. ერთი და იგივე როლებს სხვადასხვა ქალაქში და სხვადასხვა პერიოდში. თუ იგეგმება კიდე ამ სპექტაკლის გატანა, მე არ შემიძლია არ ვახსენო ანდრო ენიქიძე, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ნაბიჯი გადადგა. გურანდასთვის იყო ესეთი რთული პერიოდი, რაღაცა ისე დაემთხვა, რომ არ ქონდა სამუშაო, მან გაუწოდა ხელი და თქვენ ორმა მან ფაქტობრივად რაღაცა შემოქმედებითი საზრდომი ეცი. პირველმა სპექტაკლი გააკეთა ჭოლამ. ჭოლამ, რა თქმა უნდა. ვიხსენებთ ოთარ მეღვინეთუხუცეს. ეს ჩემთვის დაუვიწყარია. აქაც ეს ალუბლის ბაღი, ეს კოლამ გააკეთა. კოლიკი არ გააკეთა. ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობდით, იმიტომ სამწუხაროდ, რა ტრაგედია გადაიტანა გურანდა, აქამდე ტრაგედიაშია. და იმ დღეებში გახვდა, დასუსტა ფიზიკურად და მე არ დავმალავ. ნამდვილად მე ვიფიქრე, რამე არ მოვიდეს ამ ხალხს. და როგორ ვიფიქრე, ეს არის დიდი პროფესიონალი არტისტი და მაგას გადარჩენს მუშაობა მარტო. მეტი არაფერი, არც სამალი ეშვენება, არც არაფერი. გურანდა ხო იცი, ძენი ხასიათით გოგოა. ხო, ადვილი არ არის. არა, ეს არ მოიცოდა. აი ის აქ წერი ეგეთი სიტყვა მე რა გურანდა წერია. არა, ოთარი იქიდან რომ დაენახავს რას ეთქვა და რაღაცა. მე მოვიფიქრე, დავპატიჟ ანდრო ენიკიძეს და ანდრო გადააკეთა ეს პიესა, ალუბლის ბაღი, იმიტომ გურანდა სამწუხაროდ უკვე 17 წლის არაა. რა კარგად გააკეთა. და გააკეთა რომ რანიევსკაია სიბერეში, პარიზში იხსენებს სიტუაციებს, რომელი იყო ალუბლის ბაღში. გამოვიდა ეს სპექტაკლი ვითამაშე პრემიერა სხვადასხვა შორის. რამდენჯერ ვითამაშე თბილისში, სულ მე არ მახსოვს სპექტაკლზე, სპექტაკლი რომელიც ერთი ბილეთი დარჩებოდა. ყველა ბილეთი სულ იყიდება. რა თქმა უნდა, იმიტომ გურანდა სახელია ვერ დავმალავ. ესია ეხლა რაც არ უნდა კაი მენეჯერი ვიყომე, სცენაზე გამოდის გურანდა. მაყურებელს უნდა გურანდას ნახო და არა მენეჯერს. მაყურებელს და არა მენეჯერს, ხო? და ძალიან კაი შედეგი მოიტანა ეს სპექტაკლი, ჯერ ბევრი თბილისელი ნახა და კიდე ნახავს, ჩვენ კიდე ვითამაშობთ ახალ სეზონზე. და რა თქმა უნდა, გეგმები ამ სპექტაკლით ჩვენ გვაქვს. ჯერჯერობით ჩვენ უყურებ ბევრი ფესტივალი დაპატიჟე სპექტაკლი და ვარჩევთ რომელ ქვეყანაში საწავიდეთ. მე მგონი რომ უფრო უკვე ღის სასლა დავუშვათ იგივე საფრანგეთში. იმიტომ მე მაინტერესებს როგორ მიიღებს საფრანგეთის პუბლიკა ამ სპექტაკლს და გურანდას. ეს საინტერესოა. რასაკვირველია, აბა. ჩეხოვი, ქართული მსახიობი, მაგრამ პარიზი, მე სულ ვამბობ სპექტაკლში, სულ ვამბობ. წავედი პარიზში, წავედი პარიზში. პეტერბურგის მხარეს, გვინდა პეტერბურგი. პეტერბურგიც გვინდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმაში გვაქვს ძალიან რამოდენიმე გასვლიტა სპექტაკლი საქართველოში. აუცილებელია, რომ საქართველოს მაყურებელს რეგიონებში ნახონ. გურანდა 100 წელი იყავი კარგად და ცოცხალიდან ჯამტველი, მაგრამ სანამ ხარ სცენაზე, ბევრი ხალხი უნდა ნახოს შენ. სკოლა ინტერესებს, იმიტომ ეს ახალგაზრდებს გაიგე, იმიტომ ეს სკოლა აღარ არის გურანდა. და შენ იმ სკოლის საუკეთესო ნიმუში ხარ გურანდა. პაპატიო ესე გეუბნები, მაგრამ უნდა რაც მაქებდა რატომ გაპატიო? ილაპარაკე სულ ეგრე ყოველთვის. მთელი სიტყვა რაც დამრჩა. მე ჩემთვის სასიხარულოა. ძალიან ხო იცი? თუ უყვარს ადამიანი უყვარს. გურანდა ძალიან საინტერესო პრობლემა. გურანდა არის მეგობარი. აი გურანდა არის ერთ-ერთი იშვიათი მეგობარი, რომელიც შეუძლია აი ხო რა დიდი სპორტსმენი და მოჩიდავე ან ფეხბურთელი, მაგრამ თუ დაგჭირდება, უნდა იცოდე, რომ სამსადზე სირბილით ფეხით ფეხსრელა გურანდა იქნება შენგო. ეს ნამდვილად შეუძლია და ამიტომ უყვართ მის მეგობრებს ის განსაკუთრებულად. ქალბატონო გურანდა, თქვენც ნელ-ნელა მივდივართ დასასრულისკენ და თქვენც მინდა რომ ბრძანოთ, რომ აი როგორი იყო თქვენთვის ამ ახალ როლზე მუშაობა და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, ძალიან. მთელი სიცოცხლე ველოდებოდი, რომ მედეა კუჭუხიძე მაინც მისი მსახიობი ვიყავი უფრო ვიდრე ვინმესი. ну ახლა კი ახლა როცა მუშაობდი რუსთაველის თეატრში, იქ სხვასთან მუშაობდი და აი ჩემ თეატრში მედეასთან ვითამაშე ბევრი ძალიან კაი როლი, მაგრამ ჩეხოვი არ იყო არც ერთი. სულ ველოდებოდი, რომ ალბათ ეხლა და ალბათ მორჩა ცხოვრება და ანდრომ მოიფიქრა, რამდენიმე რაღაცა რომ მითხრა, არა, არ მომეწონა, აი რო თქვა, აბა წაიკითხეო, რო წავიკითხე,
ნუ ესე იგი აი ძალიან ბედნიერი ვიყავი და როცა დავიწყეთ რეპეტიციები მე არ დამავიწყდება ძალიან კარგი რეპეტიციები გქონდა ძალიან საინტერესო საუბედუროთ ის ადამიანი ვინც თამაშობდა ჩემთან ის ძიმეთ არის ეხლაც ძალიან ცუდად არის და მაგრამ იმ ბიჭმა ძალიან კარგად შეცვალა ვანიჩკამ ძალიან კარგი ბიჭია ვაიმე რა კარგი ბიჭია როგორ კარგად ხმა გარეგნობა ყველაფერი ჩვენ უსურვოთ გამოჯანმრთელება იმ მსახიობს და მე მინდა კიდე ერთი რამე ვთქვა ძალიან ბევრი ქართველი იყო მოსული სპექტაკლზე ძალიან ბევრი ახლა მე იმას არ ვთვლი რომ ზურა ჩხეიძე რომელიც ოდესღაც ჩვენი ელჩი იყო ამერიკაში იყო სულ ჩვენთან პრაქტიკულად სულ მეუღლით ურთ ყვავილებიც მომართვეს და ყველაფერი მაგრამ ეს რა არის იცი როცა შენი ქართველი შენ გვერდით არის შენ საღამოზე იზიარებს შენ სიხარულს ეს დიდი ბედნიერებაა ყველა ეგეთი არ არის თითქმის ყოველდღე ყოველდღე მოდიოდა აჰა თითქმის ყოველდღე იძახის ეხლა ხო და ძალიან დიდი მადლობა მას რომ მოვიდა და ჩვენ გვერდში დაგვიდგა დიდი მადლობა თქვენ რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად მე გისურვებთ რომ მართლა წასულიყავით პარიზში ჩემო ბატონო და საქართველოს ყველა მადლობას ვეუბნებით ქართულს ძალიან დიდ მადლობას იმიტომ რომ ქართულს არ დაეფინანსებია ჩვენ ვერსად ვერ წავიდოდით ვერც ხერსონში ვერცად უღრმესი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან მოგვიყევით ეს ისტორიები ჩვენს ძალიან დიდი მადლობა თქვენ წუხდებით ჩვენს გამო და გვეძახით და ყოველთვის აფიქსირებთ ყველაფერს რასაც ვაკეთებთ ეს სასიხარულოა დიდი მადლობა ჩვენ კი დავემშვიდობოთ ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს მომავალ პარასკევამდე კარგად ბრძანდებოდეთ ნახვამდის